დღევანდელ ვიდეოში გამოვსვით თბილისის იაფიან და ძვირიან ექსტრემალურ აქტივობებს და გავიგებთ თუ რომელი მოგვანიჭებს ყველაზე დიდ ადრენალინს. თქვენ იხილავთ თბილისში ყველაზე გიჟურ როლერ კოსტერს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალ ტობოგანს, ადრენალინით დამუხტულ რბოლას და ჩემი აზრით თბილისში ყველაზე მეტი ადრენალინის მომცემ აქტივობას, რომელსაც ვიდეოს ბოლოს ნახავთ. პირველი აქტივობა იქნება აი ეს ბოქს აპარატი, რომელიც საერთოდ არ არის ექსტრემალური, ვიცი, მაგრამ ლარად მეცურებს გავაკეთებდით. ნახოთ აბა რამდენი ძლიერია. გონი ცუდი არ არის. მოინჯობია ესე YouTube-ს მიხედავ. შემდეგი აქტივობა იქნება აი ეს ამერიკული მთები მთაწმინდაზე, რომლის ფასიც არის სულ რაღაც 12 ლარი. აქ არასდროს არ ვსჯეროა და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოცდილება იქნება. ზოგადად სიჩქარე დიად არ მიყვარს და იმედია ცოტა დაგავხდები. წავედით. ვემზადებით ახლა. უნდა დავიზრათ. კამერები არ შემომატანეს, მარტო GoPro მაქვს და წავედით. პირველად ზიوارს რაღაცაზე ხალხო და ჩემ. აუ რა მაგარი იყო ბიჭო. ძალიან მაგარი იყო. სარვაც უგო. აი მეგობრებო ეს რა იყო? აი გამოყირავებულზე, წრიულზე, კი რაღაც სუდად გავხდი. წამერ მეგობრებო, მეთქი ჩამოვარდები თქო და აი ეს ფოტო ამომიგეჭდეს. ძალიან მაგარი იყო. 12 ლარად მე ვფიქრობ ამაზე მაგარ აქტივობას ვერაფერს ვერ გააკეთებ. და სანამ შემდეგ აქტივობაზე გადავალთ, გამოიწერთ არხი და დალაიქით ვიდეო. ჩვენი შემდეგი აქტივობა იქნება კარტინგი და კარტინგში შევეჯიბრებით ჩემს გამომწერს. გამარჯობა, მოგესალმებით. ზარო. როგორ ხარ? კარგად, თავად? კარგად. ჩემი გამომწერი ამოირჩა შემთხვევით პრინციპით, ჩემი გამომწერთა სიიდან და თუ გინდათ რომ თქვენს მოხვდეთ ჩემს მომდევნო საომალო ვიდეოებში, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. კარტინგი გიტარები აქამდე? ძალიან ადრე, თითქმის არასდროს. სივრცეზე რა სიტყვით მოგწონს? ძალიან მაგრაა მოწყობილი, რაც თავარია, ძალიან ბევრი აქტივობა არის კარტინგის გარდა რა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლისი ლემანსის სივრცეში, რომლის შესახებაც უკვე ცოტა მოგვიანებით გესაუბრებით. მანამდე კი შეგვიძლია უკვე გადავინაცვლოთ და ვირბოლოთ. მინდა გითხრა გამარჯვებული მიიღებს 20 ლარს. 20 ლარს? კი, შეგიძლია ტაქსის ფულს ამოიღე მოკლედ. წავედით. წავედით მეგობრებო. ჩეკო წინ გაიჭრა, მაგრამ მე დავეწევი. ახო, ძალიან დიდი ხნის მერე პირველად ვივა და გავიჯერჯერობით. გაუნდის თუ დავილეწე. არ გაგიკვირდი. ჩერის არხი მოიწვალი გამოვიწერთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კაცია რა. ძალიან მასწრებს და ეგ არ მაწყობს ხა. უნდა დავეციო როგორმე. მე მანამდე გეტყვით, დღევანდელი ვიდეოსთვის მაღაზია Action Pro მოგვამარაგა GoPro-ებით. ძალიან დიდი მადლობა მათ. ვა! დავილეწე. დავეწევი ეხლა. ჯობი წინა ვარ და აია ჩერის ავისი ვერ ხედავ სად არის. სავარაუდოდ მალე დამეწევა და გამასწრებს. ვა, ვერ დავეწევი ბიჭო. აი ხაკა დავასწრებოდი აქ. აკუნო ჩაუჭა. ძალიან სუდად დადის ბიჭო ვერ ვასწრებ. ვა, რას გადავრჩი წავიდა ბოლომდე. ეგარი აბა ჰეძვა არასდროს ის კაცად გამოსtildeა. წავედით მეგობრებო ავიშვით. ვინც არის ეს ტრეკი მდებარეობს ლისი ლემანში, შეგიძლიათ მომზადეთ, ძალიან მაგარი ტრეკია, ჯერჯერობით ყველაზე კარგი რაზმი გამიტესტავს. ვაჩი. ვა. დავეწიე. სად არის ისე? უკან მომდექს. აუ მაგრა გავასწავლე, ასე არ გაქვს. ამიერიდან მაქს ვერსტაპენი დამიძახეთ. ცოტა შავი ოღონ. ძალიან ჩამოვში, უბრალოდ შემიძლია ვიკატავ. აზრი არა. მთელი რბოლა პირველი ადგილი მე მეჭირა და რა თქმა უნდა მე გავიმარჯვე.
თუმცა ჩეკოს 20 ლარი მაინც მივეცი. ვისაც გაინტერესებთ კარტინგი სად მდებარეობს, ეს არის ლის ლემასის სივრცე, სადაც არ არის მხოლოდ კარტინგი. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, პინგ-პონგი, იკატაოთ კვადროციკლებით და მოტოციკლებით, ასევე გადაიხადოთ კორპორატიული საღამოები, დაბადების დღეები, ან უბრალოდ მოხვიდეთ მეგობრებთან ერთად და კარგად გაერთოთ. მე პირადად ძალიან მესიამონა აქ ყოფნა, დიდი მადლობა მათ რომ მოგცეს გადაღების საშუალება. დეტალური ინფორმაცია იქნება ვიდეოს აღწერაში, ასევე შეგიძლიათ ჩაიხედოთ და რომელიმე აქტივობის დასაჯავშნად შეგიძლიათ დავკავშირეთ მათ Facebook გვერდზე ან ნომერზე, რომელიც ასევე აღწერაში იქნება მითითებული. ჩვენი შემდეგი აქტივობა იქნება საჰაერო ბუშტი, არც მეტი არც ნაკლები. 45 ლარი არის ამის ფასი, ერთი ბილეთის. თან ახლა არის ესეთი საათი თბილისში, რომ ძალიან ლამაზი კადრები გამოგვივა. ფრენა გრძელდება 15 წუთი და ადის 150 მეტრით ჰაერში. იმედი არ ჩამოვარდებით. კარგი, წავედით. ახლა ველოდებით. რიგში ვიყავთ რა, აფრინესო, გატესტონ და რო გატესტავენ და ჩამოვა, მე ავალ ჩვენ. რამდენიმე წუთი ველოდებით ხარ, რომ ქარი ჩადგეს და ნელა დავიძერვით. ძალიან სწორი ზომა. წავედით, ვდივართ. 150 მეტრზე უნდა ავიდეთ ზევით. ბიჭო, ძალიან საშიში, ანუ არც დაბმული ხარ. არაფერი, ანუ პროსად გახარ და ჰაერში ადიხარ. ბიჭო, ძალიან მაღალზე ვარ. შეხედეთ. ნახეთ რა მაგარია. აი აქ ვარ. ძალიან მაღალზე ვარ. აუ რა ლამაზია ხო არ გადაო ბიჭო. ძალიან ლამაზია. აუ кайფია ძალიან. შემიგა. ახლა ვართ უკვე მაქსიმალურ სიმაღლეზე რა. შეგიძლიათ იმოძრავოთ და ძალიან ფრთხელ მოძრავ, იმიტომ მეშინია, მაგრამ აი ხედები არის, აი არ ვიცი, არა ამ ქვეყნიურად მაგარი. აი შეხედეთ. ყველაფერი ჩანს აბსოლუტურად. მთელი თბილისი ჩანს. მე პირადად ახლა ცოტა შიშის გზნობა მაქვს რა, იმიტომ რომ 150 მეტრზე ოხ, ჩემ ძალიან მაღალია. ღირდა რა. ღირდა აი მე მგონი ყველაზე მაგარი რაღაცაა, რაც კი დღეს ამ ვიდეოში ვარ გაკეთებული და არ ვიცი ვინმე თუ გინდათ აუცილებლად უნდა სიმჯოთ რა. აი ასე გამოიყურება დაბლა მეგობრებო. აი უბრალოდ რომ მიხვდეთ დაახლოებით რამ ხელაზე ვართ. მანქანებს შეგახედებთ. აი მანქანები. ძალიან მაგარია. ალბათ მე ასეთი გამოცდილება ჯერ არასდროს არ მიმიღია. არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ ყოფილის, მაგრამ ძალიან ლამაზია რა. შო, ჩავდივართ უკვე რა, ბევრი აღარ დარჩა. სულ ცოტას და ჩავალთ. ეგ არის. დავიშვით. ძალიან მაგარია. ადრენალინი არ ვიცი. ბევრი ძალიან. მაგრამ სიამოვნება უფრო მეტი ვიდრე ადრენალინი. ოჩი. თბილისში რაც კი შეგიძლია გამოცადო ალბათ მაგ აქტივობებიდან ყველაზე მაგარი. ოღონდ მართლა ექსტრემალური ხო იყო, იმიტომ რომ ადიხარ 150 მეტრის სიმაღლეზე აი ამ რაღაცით. რომელიც რა ვიცი, როდის ჩამოვარდება კაცმარიც. მე მეორე ხედები იყო, აი თაწმინაზე მაგარი ხედები იყო, არ ვიცი თუ დამიჯერებთ. იმიტომ რომ თაწმინაზე რო ადიხარ, იქ ძალიან დიდი ის არის, ანუ იმხელა სიმაღლედან უყურებ, რომ ფაქტობრივად ვერ აღიქო რა ქალაქს ისე როგორც საჭიროა და აქ 150 მეტრი იყო ოქროს შუალედი რა. ვერაფერს გეტყვით მე, ძალიან მაგარია. ჩვენ კი გადავიდეთ შემდეგ აქტივობაზე. შემდეგი აქტივობა არის 300 მეტრიანი ზიპლაინი, რომელიც მდებარეობს ნარიყალაზე. ახლა კი ნახავთ თუ როგორ დავეშვები ჩემს პირველ ზიპლაინზე. ჩემი ხوارა დაუ. რა მაგარია ბიჭო. მაგარია ძალიან. აუ რა, სწორედ ხوارა დაუ. ძალიან მაგარია. აუჯოა. ჩემი აზრით პირველი დაშვება საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ძალიან მაგარი იყო მეგობრებო, მართლა. ეს იყო 300 მეტრიანი ზიპლაინი, რომლის ფასი იყო 60 ლარი. და თქვენ ვიდეოს შემდეგ მონაკვეთში ნახავთ უკვე უფრო მაგარ ზიპლაინს, უფრო გრძელს და უფრო ძვირიანს, რა თქმა უნდა. წავედით. ჩვენი შემდეგი აქტივობა არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი ტობოგანი და უნდა დავსრიალეთ. ჯინოში ვართ ახლა.
და ამ აქტივობის ფასი იყო 70 ლარი. წავედით მეგობრებო, ხა უბრალოდ ცევით ტობოგანზე. უნდა დავსრიალდეთ. 4 ცალი არის აქტიური და 4-ვეზე დავსრიალდებით რა. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი. ბავშვობაში ვარ ნამყოფი და იმისები არ ყოფილა და დარწმუნებული ვარ რომ მაგრა შებეშინდეს. აუზში არ ჩავსულვარ, ეგრევე ახაბოდუა. პირველისთვის ავირჩიე აი ეს ყვითელი სასრიალო. წავედით. Aula magaria. Aula magaria. Magaria. Wow, chani bicho. Wow, chem. Chani. Where are you now? Oh. Oh. It's very bicho. და ორი ტიტლი კანა ადამიანის ვიდეოს უგაყურებდნენ დიდი ბოდიში. ეხლა უნდა ჩამოსვიალდეთ წითლიდან. ავედით წითელში. რა წითელია ყველაფერი. იმედია კარგად ვიღებ. ძალიან მაგარია. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი ვიდეოსთვის GoPro-ებით მოგვამარაგა მაღაზია Action Pro. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. თუ ექსტრემალები ხართ, მაღაზია Action Pro თქვენთვის არის 64. შეგიძლიათ შეიძინოთ GoPro-ები, Insta360, GoPro-ს და Insta360-ის აქსესუარები, იქნება ეს кейსი, ელემენტი, სამაგრები და კიდევ მრავალი სხვა. ასევე მათ აქვთ სცენას პროდუქციაც, ჩაფხუტები, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს ან უშუალოდ მაღაზიას. ეხლა მივიდივართ შავზე. და ვაი, რაბნედა ბიჭო. Wow, I'm so machine. So it. Wow, I'm so machine. Oh, God, no. Wow, double it up. Suddenly, wow, what got to? So machine. Suddenly. Oh, Rama Kariya. Wow, it's so double it up. Wow, what's got it? Oh, lucky chopper. Isso é o W. Salto. Bicho, oh, bagaria. Mano, salto nele aí. Salto nele. Dá muito. Opa. ეხლა კი წავიდეთ და ჩამოსვლელეთ ლურჯიდან. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი. ეს ძალიან ჩემი რომ მოხდა გამჭირვალე იყო აუ მაგარი აუ მაგარი აუ ძალიან მაგარია ხალხო შო გავდივარ აი ვაუ ჯერა თუ სტრიმერობა გადაწყვეტა, შენთვის ძალიან მაგარი ნივთი მაქვს. ეს არის Fifine D6. Elgato Stream Deck-ის ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ორჯერ უფრო იაფიღებს. ნივთი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ შენი სტრიმი აკონტროლო ისე, რომ არ მოგიწიოს სხვადასხვა პროგრამებში ზრომიალი. Fifine D6 აქვს 15 პროგრამირებადი ღილაკი, რომელიც კონტროლდება მისი აპლიკაციიდან და თითოეულ ღილაკს შეგიძლიათ მივუჩიოთ მისი ფუნქცია. როგორიცაა მაგალითად მუსიკის ხმის აწევა და ჩაწევა, ან დაპაუზება. ასევე შეგიძლიათ დააკავოთ ღილაკი, რომელზეც ითის დაჭერისასაც პირდაპირ გაიხსენოთ ჩემი არხი. სტრიმინგისას შეგიძლიათ უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს და თქვენი სცენა გადაირთვება მეორე სცენაზე. ასე მარტივად. ერთი სიტყვით ნებისმიერი ფუნქცია შეგიძლიათ მიანიჭოთ ამ ღილაკებს. თუ სტრიმერი არ ხართ, მაინც ფიქრობ აუცილებელია ასეთი რაღაც კომპიუტერთან გქონდეთ. განსაკუთრებით გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პირადი ოთახი არ გაქვთ და იქიდან სტრიმავთ, რადგან ვინმე თუ ხმაურს დაიწყებს, უბრალოდ დააჭერ ღილაკს და მიკროფონს გათიშავთ. ღილაკების დაპროგრამება ძალიან მარტივია, პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლიათ, ასე რომ ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. ამ ნივთის გამოწევა შეგიძლიათ აღწერაში მოცემული ლინკიდან და მის ფასი არის $78, რაც თითქმის ორჯერ იაფია Elgato Stream Deck-თან შედარებით. ახლა მექანიკა შევეჯიბრებით, ნიკა დაიშურა ყვითელში, მე წითელში და გავიგეთ რომელი უფრო სწრაფია. No wax, no diamonds, no wax. Niggas უნდა გავასწროთ.
I just drop a line once a month, step from year to year. No watch, no promise, no watch, my timing, yeah. შემდეგი და დღეისთვის ბოლო აქტივობა იქნება ისევ zipline-ი, თუმცა ამჯერად კუსტბაზე, რომელიც ეშვება კუსტბიდან ვაკის პარკამდე, არის 1200 მეტრიანი სიგრძეში. და ამის ფასი არის 100 ლარი. მიკროფონი მუშაობს. ეს პროცედურა უნდა ჩავატო. შენით უნდა ჩაგიჩნდეს. კი ბატონო. ზადა. წავედ. ვოხ, ჩემი. ხო არ გადავ. აი, რა მაგარია. ვო! ძალიან მაგარია. ამას უყურეთ. 1200 მეტრი. ვოუ! ყველაზე ექსტრემალური რამეა, რაც კიდევ მე გამიკეთებია. ჩემი კაია, რა მაგარია. დაბლა ნახეთ. ვოუ, ბიჭო. ვაკის პარკი? მაგარია. ეს არის საქართველოში ყველაზე ექსტრემალური zipline. არხი როგორ უნდა გამოიწევოთ, არ ვიცი მე. აუ რა მაგარია. ვოხ, ჩემი. ძალიან კაია. ჩამოვფრინდი. ვუ! აუ ძალიან მაგარია, ხო არ გადავა. მოეზადეთ? გაუჯვა. ეს იყო ყველაზე ექსტრემალური რამე, რაც კიდევ მე გამიკეთებია. 1200 მეტრი ვიფრინე ჰაერში. არხი გამოიწერეთ, ვიდეო და ლაიქეთ. ეს იყო 100 ლარიანი დღეისთვის ბოლო აქტივობა.